დუშეთის რაიონში მცხოვრებით 15 წლის მარიამ ხურციანიძე 2 დღის წინ გარდაიცვალა. გოგონას სიკვდილის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც მისი მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდამ 1 თვის წინ საწამლავი დალია. დუშეთის მცხოვრებლები კამერასთან გამოჩენისგან თავს იკავებენ, თუმცა პირად საუბრებში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით გოგონა ერთ-ერთი სექტის წევრი იყო. კულელობის ფაქტია. როგორც ახლა ყველა ახალგაზრდა თან განსხვავებულად არ გამოიყენება. გონდა ისეთი რაღაც ნახატები და ისე სერიოზულად არ აღიქვამენ. პრობლემები ბავშვებთან ერთად. ჯერ არ არის მაგის დროზე რომ რამე მიმთქვას. ბავშვი 24-27 დღე მიჯაჭვული იყო იმაზე აპარატზე და დაიღუპა. ეხლა ეს დღეები კიდევ რამდენობებში თქვენ ხო იცით. დღეს წასვლის და ხვალ გაგრძელვა. ამის შემდეგ მოიპეთება ალბათ რა თქმა უნდა შუღლების თვალებს არ დახოჭავენ ისინი რამე იმედაბნაშავებაში. დუშეთში 1 თვის წინ კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. 18 წლის ამიკო ველთაური გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამიკო ველთაური და მარიამ ხურციანიძე შეყვარებულები იყვნენ და ერთად დალიეს გაურკვეველი ნივთიერება. ბიჭი მაშინვე გარდაიცვალა. გოგონა კი 1 თვის განმავლობაში კომაში იყო. ძალიან კარგი საყვარელი ბიჭი. მე როგორც გავიგე დაღუპვის მიზეზი ექსპერტს უნდა ეთქვა 40 დღის მერე და ჯერ აიხლა 40 ჯერ არ არის. გოგონას ცხედარი დუშეთიდან ანანურში მამის ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილი მარიამ ხურციანიძის ახლობლებმა ჩვენთან საუბარი არ ისურვეს და ტერიტორიის დატოვებისკენ მოგვიწოდეს. იმასაც ამბობენ, რომ ახალგაზრდა გოგონას გარდაცვალების გარშემო გავრცელებული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება და ამის შესახებ მისი დაკრძალვის შემდეგ ისაუბრებენ. დუშეთში მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს.